კაი, ვაგრძელებთ ჩვენ შემდგომ დღეს. წესით უნდა იყოს მეხუთე. როგორც მახსოვს, და შესაბამისად დღეს უნდა ვისაუბროთ კიდევ ერთ data type-ზე, რომელიც არის უკვე dictionary-ები. ხარა არის dictionary, ხო? ანუ ჩვენ წინა ლექციაზე შევქონდით ჩვენთვის ასრული playlist-ი. ხო, რაღაც random ავტორებით და მუსიკებით და შესაბამისად, ხო, ანუ ირია. კაი, მოდი სანამ ამას შევეხები, მოდი ესეთ რაღაცას დავწერო, მაქვს მე მაგალითად item prices, ხო? ჩვენი რაღაც არის 10 მაგალითად 20, 30, 18 და 40, ხო? ესეთი რაღაც გვაქვს და გვაქვს ასევე items, item IDs. ესეთი რაღაც გვაქვს და ამ ID-ებში გვაქვს მაგალითად A32 D5 G70 როდოწერე G70 ხო და ნუ ასე შემდეგ რა A00 და კიდე ერთი გვინდა B11 ნუ ამ შემთხვევაში ხა თვითონ აიტემის ფასა და ID-ებს შორის მსგავსება საერთოდ არ გვაქვს ხო ანუ მსგავსება რა ანუ როგორ შეიძლება რომ დავაწყვილოთ ხო ესეთი რაღაცის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს ხო ანუ თითქოს ერთმანეთთან დამოუკიდებლად არის ეს ყველაფერი და ამ შემთხვევაში შემოდის ჩვენი dictionary-ები მაგალითად შემიძლია დავწერო item dictionary და ამ შემთხვევაში აქ ეხლა შეგვიძლია ჩვენ რო ავდგეთ და შევქნათ ჩვენი dictionary-ები ხო ანუ რო შემიძლია ავდგე და გავაკეთო მაგალითად ხო ანუ კი მქონდეს მაგალითად აი ეს და რეალურად მქონდეს მაგალითად 10 ანალოგიურად შემდგომ მოდი გავაკეთოთ ჩვენი აიტემები იყოს 20 შემდგომ იყოს ეს 10 A00 15 და ერთიც გვინდა B11 იყოს 40 აი ეს კაი ეხა მე რო აქ print-ი გავუშვათ მოდი type მინდა item dictionaries ამ შემთხვევაში ნახოთ რომ dictionary არის კი ბატონო უბრალოდ item dictionary რო დავპრინტოთ ესეც საინტერესო იქნება რას მოგცემს აი დავშალე კი ბატონო ხომ ნახოთ რომ მოგცემს ჩვენ dictionary-ს ხო ამ შემთხვევაში აქ უკვე ყველაფერი მწყობრად არის და შესაძლებლობა გვაქვს უკვე რა ხო ანუ კონკრეტული ID უთითებდეს ფასს და შესაბამისად შესაძლებელი იყოს უკვე манипуляცია. მაგალითად ამ შემთხვევაში ხა მე თუ მინდა ამოვიღო კონკრეტული რომელიღაც პროდუქტი, ხო? თუ მაგალითად ლისტებში ვწერდით index, აქ უბრალოდ ავდგები და ჩავწერე ხა მე k Linux. და ხოთ რას მოგცემს? ხო, ჩვეულებრივად ამოვიღებთ და გვაქვს შესაძლებლობა რომ ამოვიღოთ value აქედან. კაი, item dict-ში შეგვიძლია რომ ასევე item dict-ში შეგვიძლია რომ ასევე შევქმნათ ახალი რაიმე მაგალითად G 26 dris 20 ეს რაღაც რო გავაკეთოთ და შევხედოთ რა ზიზავს ხო ამ შემთხვევაში ვნახავთ რომ აქ ჩვეულებრივად დაემატა ჩვენი ამბავი კაი ზუსტად ანალოგიურადაც რო ჩავამატოთ მოდი item dictionary-ში მოდი ჩავამატებ აი A 32-ს გაუტოლებ 10-ს ამ შემთხვევაში ხედავთ უკვე რომ აღარ ემატება და იდეაში ეს რაღაცას თუ ვიზავ
ეხლა თუ დავბრინდ ამას, ხო? როგორც ხედავთ, ანუ გამეურება არ შეიძლება ჩვენი key value stories. Okay. კაი, ეხლა აქ კიდე რა გვინდა ჩვენ? კიდე გვინდა ესეთი რაღაც რო გავაკეთოთ. ნუ იდეაში ერთ წუთი. აუცი რო დავწეროთ აქ. ანუ მოდივით 80 იყოს საერთოდ. ამ შემთხვევაში ხედავთ რომ ანუ აქ 80 შეინახავს და ანუ ყველაზე recent რაც არის, ყველაზე ბოლო რაც არის, ნუ იმას შეგვინახავს რა, ანუ დაგვიაპდეიტებს. Okay. კაი. ჩვენ key value dictionary-ებზე გვაქვს რაღაც მეთოდები, მაგალითად შემიძლია აქ მე keys მეთოდი გამოვიძახო ესე და აქ ნახავთ ახლა რომ რა უნდა წუთი აი მოდი ესეც დავუშალოთ და მოდი იყოს items keys item dictionary-ზე გამოვიძახოთ key მეთოდი არა ესე არ გვინდა ოღონდ გაჭედა ახლა items keys რომ ნახოთ რა ისავს ამ შემთხვევაში მაინც გვიერორებ. მაინც გვიერორებს, რატო გვიერორებს ახლა? დავაკვირდეთ. ხო, ჩვენი dictionary გვაქვს აქ. აქედან გვაქვს items key. keys. ეხლა ჩვეულებრივ დაგვირნებს უკვე ანუ array, სადაც მექნება მე key-ები, ხო? ამ შემთხვევაში შემიძლია მქონდეს მე ასევე items values. Three item values. და გვინდა უბრალოდ ხო item values და წამოყვებს value-ებს და items შეგვიძლია უბრალოდ items-ი ვნახოთ items dictionary-ზე items ეს გაკეთებაც არის შესაძლებელი და წამოიღებს უკვე ხო ჩვენი მონაცემების კოლექციას list-ში და ეს ჩვენი ანუ key value pair-ები იქნება tuples-ში შენახული და ამ tuples უკვე შემდეგ ლექციაში გავავლით ხო ანუ იდეაში ეს არის overview ჩვენი dictionary-ების ამ შემთხვევაში ეხა ეს იდეაში რო გადავაქციოთ ჩვენი playlist-ი ხო მაგალითად playlist dictionary იყოს მოდი თუ გსურთ შეგიძლიათ დააპაუზოთ და დაბრუნდეთ მე გავაკეთებ ხო მაგალითად key იყოს მუსიკის დასახელება მაგალითად blinding ეს რაღაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ blind lights უდრის მაგალითად ეს რაღაც ხო ამ შემთხვევაში ახლა playlist dictionary-ზე შექმნა ახალი იქნება one dance იყოს მოდი და უდრის lyrics ხო lyrics ეხლა რომ დავბრინდოთ playlist dictionary ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ჩაემატება ხო თუ მინდა მაგალითად ჩემი მუსიკებიდან ნუ აქ ეხლა ჩვეულებრივად ჩაამატებთ ამ ლოგიკით უკვე და შესაბამისად უკვე შესაძლებელი არის რომ მაგალითად აქედან ამოვიღოთ ხო keys დავბრუნდოთ ჩვენი key-ები ან მაგალითად დავბრუნდოთ ჩვენი values ან დავბრუნდოთ items შეგვიძლია ყველაფერი კოლექციაში აი ეს რაღაცები შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენს dictionary-ებზე და შემდგომში უკვე აქ სადაც ვშერდებით ხო აი თვითონ აი ეს რა არის key values tuple ამას ავხსნით შემდეგ ლექციაში დროებით მომავალ შეხვედრამდე გამოიწერეთ და დალაიქეთ ჩვენი